მოგესალმებით, დაცული საზოგადოება, ასე ქვია საქველმოქმედო ფონდს, რომლის პრეზენტაციაც დღეს საღამოს შედგება. ყველა სახის ძალადობასთან ბრძოლა ეს არის მიზანი, რის გამოც საერთაშორისო კონკურსების გამარჯვებულმა სოპრანო თამარ ივერმა მისი შექმნა გადაწყვიტა. ის ახლა ჩვენთან ერთად იმყოფება. ქალბატონ თამარ, პირველ რიგში მინდა გკითხოთ, რა იყო მიზანი აი ამ საქველმოქმედო ფონდის შექმნის? გამარჯობათ, პირველ რიგში მივესალმები თქვენ სტუდიას, რა ვიცი ძალიან გულშემატკივრობ მის ყოველ წევრს, რა ვიცი საოცრად პროფესიონალური და მაღალ კვალიფიციური გადაცემაა და ძალიან მიყვარხართ. და მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ რა ვიცი, ბევრი რამ ესე უცბად ესეთი გადაწყვეტილებები არ ხდება. ყოველი მუსიკოსის და ცნობილი ადამიანის ცხოვრებაში დგება რაღაცის მომენტი, რომ თავის შემოქმედების გვერდზე პარალელურად რაღაც ცდილობს, რომ საზოგადო მოღვაწეც იყოს. ახლა მე არა ვარ არც პირველი, არც უკანასკნელი მსოფლიოში ძალიან ბევრი მუსიკოსი, მომღერალი, მსახიობი, თუნდაც ჰოლივუდის ვარსკვლავი და ბევრი ასეთი ადამიანია, ვინც თulis რომ თავის ხელოვნების გარდა რაღაც კიდევ უნდა უთხრას თავის ქვეყანას. და ეს სწორედ ის ძვრები, რაც საქართველოს აქვს ევროპულ და მსოფლიო ასპარეზზე დემოკრატიის გზით, ძალიან მისასალმებელია და რა ვიცი, ახლა ყველა ცნობილი პიროვნება თავის ფორმას ირჩევს, რომელ საქველმოქმედო თუ რომელ მოღვაწეობის ფორმას მიმართავს და ჩემთვის ძალიან მტკივნეულია ეს ქვეყანაში ძალადობის პრობლემა. ახლა იცით ვიტყვი, რომ საქართველო არ არის არც პირველი, მეორე, ბევრად ჩვენზე განვითარებულ და დემოკრატიულ ქვეყნებს აქვს ეს პრობლემები, რასაც ქვია თუნდაც ძალადობა, თუნდაც თქვათ რაღაც სხვა პრობლემები და მე ვთვლი, რომ კარგია, როდესაც ესეთ ქვეყანაში ადამიანი, რომელიც ცნობადი სახეა და რომლის სიტყვასაც და კონტაქტებსაც რაღაც შეუძლია რომ მოუტანოს თავის ქვეყანას დადებითი, როდესაც იღებს აი ამ გადაწყვეტილებას და რა ვიცი, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გადავდგია ეს ძალიან ისეთი საპასუხისმგებლო და ურთულესი ნაბიჯი და მსურს რომ ჩემი გამოცდილება თუ კონტაქტები თუ კავშირები რაღაცნაირად მოვახმარო ჩემს ქვეყანას. ძალიან დიდი მადლობა. როგორი სახით იფუნქციონირებს ეს საქველმოქმედო ფონდი? მე მყავს ძალიან აი ეგ მომენტიც არის, რომ ძალიან ესეთი ჯგუფი უნდა გყავდეს, რომელსაც მთლიანად დაეყრდნობი, იმიტომ რომ მოგეხსენებათ მომღერალი ვარ და შეიძლება რაღაც გარკვეული პერიოდი წასული ვიყო ევროპაში და ყველანაირად უნდა იყოს ჯგუფი შენი საყრდენი. ამის გარეშე ძალიან ძნელია რაიმის შექმნა და რაიმის დაარსება. ვიქნებით რამდენიმე ადამიანი ჯერჯერობით და საწყის ეტაპზე 5-6 პიროვნება, მე როგორც პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტები მეყოლება 2 ადამიანი, აღმასრულებელი დირექტორი და ესე ვთქვათ გამგეობის და პროექტის კოორდინატორი წევრები. როგორც ვიცით, უკვე პირველი კონცერტი დაგეგმილია. როდის იქნება და ვინ მიიღებს მონაწილეობას ამ კონცერტში? პირველი კონცერტი სავარაუდოდ თავიდან როგორც გქონდა დაანონსებული, უნდა ყოფილიყო 11 ოქტომბერს, მაგრამ აი თქვენი ტელევიზიის მეშვეობით მინდა რომ ფართო საზოგადოებას უთხრა, რომ უბედნიერესი მოვლენა მოხდა ჩემს ცხოვრებაში. რამდენიმე თვის წინ ამ ზაფხულს ულახლახანს გავხდი ტყუპი ქალვაჟის დედა. ამან ჩემი ცხოვრება რაღაც მთლიანად 180 გრადუსით შეცვალა. ალბათ ამაშიც იყო რაღაც წვლილი ამ ფონდის ჩამოყალიბების და ესე ვთქვათ რაღაც მიბიზგა კიდეც და რაღაცნაირად ავიღე შემოქმედებითი პაუზა, იმიტომ რომ ძალიან ძნელია რომ თან ტყუპი ბავშვი აღზარდო და თან იყო საბრძოლო ფორმაში, ესე ვთქვათ და რაღაც პატარა შემოქმედებითი პაუზა მაქვს და ამის გამო გადავიტანეთ კონცერტი 10 დეკემბერს, სავარაუდოდ თარიღია, რადგან ადამიანის უფლებათა დაცვის დღე არის და რა ვიცი, მსურს რომ ძალიან ლამაზად ჩატარდეს ეს კონცერტი. მოლაპარაკება მაქვს ჩემს კოლეგებთან, ახლა რა ვიცი, თავს შევიკავებ დასახელებისგან, იმიტომ რომ მათ თავი უნდა დაიხსნან რეპეტიციებისგან და რაღაც გამოსვლებისგან, იმიტომ რომ ჩვენს ხელოვნებაში 2-3 წლით ადრე გვაქვს ყველაფერი დაგეგმილი და ესეთი რაღაც ჩამოსვლები მხოლოდ რაღაც ძალიან მაღალი მეგობრობის და ნდობის ხარჯზე ხდება და ნახოთ, ასე რომ. ძალიან დიდი მადლობა, მე წარმატებას გისურვებთ. მაყურებელს კი შევახსენებ, რომ ფონდის პრეზენტაცია დღეს საღამოს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკის შენობაში შედგება.